ზუსტად ვიცი მომაპყრობ ყურადღებას. ეხლა მე შეგნებულად ვიმყოფები ჩემს საძინებელში. და რატო? სიმბოლურად. მინდა გითხრათ, შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც წარმოუდგენელი, მაგრამ აბატონო მრავალგზის გამოცდილი. ჩემო ძვირფასებო, 20 ნოემბერს უკვე ახალ მთვარეობა დაიწყება და როგორც იტყვიან, ფულის მთვარე თქვენთვის გაანათებს. და რატო? შეიძლება ეხლა საძინებელი გახდეს მთავარი ეპიცენტრი ფულის მოზიდვისა. სხვა რაღაცას არა, ფულის მოზიდვისა. 3 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენ საძინებელში. დავიწყოთ ჩემო კარგო ადამიანებო, პირველი ეს არის არც მეტი არც ნაკლები, რაღაც მონეტა, რომელიც სასურველია, ყვავილებში ჩავდოთ, ეს ოთახის ყვავილები თუ გაქვთ საძინებელში ძალიან კარგია, ან რაღაც მონეტა აუცილებლად სადღაც იქონიეთ. აუცილებლად მშობლების ნაჩოქარი რაიმე ნივთი. არ აქვს მნიშვნელობა, გახსოვდეთ, რომ ჩვენი გვარი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ფინანსური ბარაქის გახსნაზე, ასე რომ ჩვენი მშობლების ნაჩოქარი ნებისმიერი სახის ნივთი ყოველთვის იყოს, სამკაული იქნება თუ სხვა რა, ჩვენს საძინებელში. და ბოლოს მატრასის ქვეშ აუცილებლად უნდა ამოდოთ ფურცელი, სადაც დაწერილი იქნება ის კოდი, რომელსაც აუცილებლად გამოსყიდვა დარჩირება სულ მცირედით და პირადში მომწერთ და აუცილებლად გეტყვით. ეს კოდი მოათავსეთ ფურცელზე დაწერილი სასურველია მწვანე პლასტითა და მწვანე ფურცლით თქვენი მატრასის ქვეშ და იცოდეთ, ვერ აუხვალთ ფულად დინებას. მე მომდის წერილები, მომდის ზარები შემომდის და მე მიხარია ფრიად აღფრთოვანებული ვარ, გაგიჟებული ვარ სიხარულით, რომ შედეგები დადგა. ვისაც ეს ზუმდა, ძალიან კარგად მოქმედებს რაღაცები, რომელსაც მე ვფლობ, ასევე არის ძალიან კარგი ფოტოთილისმები. მოკლედ, თუ გულმა გიგრძნოთ, რომ აუცილებლად გჭირდებათ თეას დახმარება, აღარ გადადოთ, აკრიბეთ ტელეფონის ნომერი, რომელიც ყოველთვის მითითებული ანოტაციაში. და მიგავსირდით, თეა მუდამ თქვენ სამსახურში ეს ქურუმიქალის დარო და გელოდებით ყველას, ვისაც ჭირდება ჩემი დახმარება. ხო და ამ დახმარებაზე და მოლოდინზე ჩემი ფისოების შევასკუპებაც უკვე გავიგონე და ვიგრძენი. მიყვარხართ, გელოდებით.